გამარჯობათ, ვაგრძელებთ ჩვენ საუბრებს სტუდიაში. დღეს ყავს ძალიან საინტერესო სტუმარი. ეს არის ერთდროულად გენეტიკოსი, ანთროპოლოგი. ახლა ამჟამად მუშაობს გერმანიაში. ეს არის ივანე ნასიძე. სულხან ნასიძე ჩვენი სახელოვანი კომპოზიტორის ვაჟიშვილი. და რა გენეტიკაზე ვილაპარაკეთ, აი ეს გენეტიკა მჟღავნდება. აი ჯერ პირველ რიგში მოგვიყევი იმის შესახებ სად მუშაობ? მე ვმუშაობ გერმანიაში მაქს პლანკის ინსტიტუტში, ეს არის მაქს პლანკის საზოგადოების ინსტიტუტი, ევოლუციური გენეტიკის ინსტიტუტი, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბდა, დაახლოებით 2 წლის წინ, და რომელიც ძირითადი მიზანიც არის და რომელიც ძირითადი მიზანიც არის ადამიანის ევოლუციის შესწავლა. ადამიანის, ასე ვთქვათ, ყველა ევოლუციის ყველა ასპექტის შესწავლა, სწორედ ამიტომ საკმაოდ საინტერესო და უნიკალური ინსტიტუტი არის ამ თვალსაზრისით. იქ ჯერჯერობით დაფუძნებულია და გახსნილია 4 განყოფილება. ერთი განყოფილება, სადაც მე ვმუშაობ, ეს არის ევოლუციური გენეტიკის განყოფილება. აგრეთვე არის განვითარებადი ფსიქოლოგიის, პრიმატოლოგიისა და ლინგვისტიკის განყოფილებები. ეს არის მაქს პლანკ ინსტიტუტის ფარგლებში და სალექციო მოღვაწეობას არ ეწევით. სხვა შორის მაქს პლანკის საზოგადოების ინსტიტუტები ამ მხრივ საკმაოდ უნიკალურია და მე მგონი მსოფლიოში არც ერთ სხვა ქვეყანაში მსგავსი საბჭოთა კავშირის გარდა. საბჭოთა კავშირის გარდა, რა თქმა უნდა, არ არის. მაქს პლანკის საზოგადოების ინსტიტუტები მოწოდებულია აწარმოონ კვლევები ფუნდამენტურ მეცნიერებებში, ფუნდამენტური კვლევები. და განახორციელონ ის კვლევები, რომლის ფინანსური და საშუალებები და რესურსები არ გააჩნიათ დაუშვათ უნივერსიტეტებს ან სხვა აკადემიურ. ერთ სიტყვით მე თუ სწორედ გავიგე, შენი მოღვაწეობის სფერო და დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა იქნება ევოლუცია, კაცობრიობის ევოლუცია, გენეტიკის გამოყენებით, ხო, ასე შეიძლება ესე ვთქვათ, კაცობრიობის ევოლუცია, ეთნიკური ჯგუფების ჩამოყალიბება, განვითარება, მათ შორის ურთიერთობა და საკმაოდ საინტერესო ამ თვალსაზრისით ამ ბოლო ათწლეულში განსაკუთრებით განვითარდა გენეტიკური ინფორმაციის გამოყენება ისტორიაში უძველესი მაგალითად მიგრაცია სხვადასხვა ხალხებისა და აი გენეტიკური კვალის დადგენა ამ უძველესი მიგრაციებისა და ამ მხრივ სხვა შორის მართლა ძალიან საინტერესოა თვალსაზრისით ამ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რომ ჩვენი ინფორმაცია საშუალებას აძლევს დააზუსტოს დათარიღებაც კი აი ისტორიული მოვლენებისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა გენეტიკურად, რა თქმა უნდა. აი, რამდენადაც მე ვიცი, ახლა შენ კერძოდ კავკასიით ახარ დაკავებული, ხო? კავკასიით და აი ამის შესახებ რამდენიმე სიტყვა. ვინაიდან მე დავიბადე და გავიზარდე საქართველოში, უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ჩემი ინტერესები ისევ და ისევ საქართველოსთან და ამ რეგიონთან, კავკასიასთან არის დაკავშირებული. და კავკასიის ხალხების გენეტიკის შესწავლად მე დავიწყე დაახლოებით 1984-85 წლიდან, უკვე საკმაოდ დიდი ხანია. და სწავლობთ თავიდანვე გერმანიაში. არა, თავიდანვე გერმანიაში არა, ეს ყველაფერი ხდებოდა მოსკოვში, ჯერჯერობით MGU-ში დაამთავრე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შემდეგ უკვე ასპირანტურაში ამ ზოგადი გენეტიკის ინსტიტუტში ვახორციელებდი ამ ჩემ პროექტებს. სწავლობდი და ვსწავლობ კავკასიის ხალხების გენეტიკურ მრავალფეროვნებას, მათ შორის ურთიერთობას, თუ რამდენად არიან ისინი ერთმანეთთან გენეტიკურად ახლოს თუ დაშორებულები, რამდენად მნიშვნელოვანი არის გენეტიკური მრავალფეროვნების ჩამოყალიბებაში დაუშვათ იგივე ენები, გეოგრაფიული ბარიერები, რომელთაც საკმაოდ მდიდარია ჩვენი რეგიონი. ორი სიტყვით ეს არის. რამდენადაც იცი, ესე იგი შენ გაქვს აქ არქეოლოგების მიერ ნანახი ძვლები?
და გინდა დაადგინო კავშირი მათსა და ჩვენ შორის ახლანდელ თანამედროვე. ეს კიდევ ერთი აბსოლუტურად დამოუკიდებელი მიმართულებაა ჩემი კვლევების და ჩემი ინტერესების. პირველ რიგში მაინც მე დავიწყე ჩემი კვლევები კავკასიის თანამედროვე მოსახლეობით და ამ მიზნით დაახლოებით 5-7 ექსპედიციის განმავლობაში ჩემ მეგობრებთან ლევან შენგელიასთან და ზურაბ ინასალიძესთან ერთად ვაგროვებდით სისხლის ნიმუშებს. და სწავლობდით ამ სისხლის ნიმუშებში სხვადასხვა გენეტიკური მარკერების განაწილებას და უკვე შემდეგ სპეციალური მეთოდების გამოყენებით. ესე იგი შეგიძლია თქვა ის რომ აი ხეთების დაუშვათ ხეთი თუ იყო დაუშვათ ჩვენი წინაპარი ხო მისი გენი რაღაცნაირად უნდა განმოდიოდეს ჩვენთან. რა თქმა უნდა, სხვა შორის გენეტიკის ასე ვთქვათ სიძლიერე სწორედ იმაში მდგომარეობს რომ დღეს მცხოვრები ადამიანი რომელიც ატარებს ამ გენებს არის ეს გენები არიან ზუსტი ასლები იმ გენებისა რომელსაც ატარებდნენ მისი წინაპრები. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პიროვნება დაუშვათ 200-300 წლის წინ 1000-3000 წლის წინ დაუშვათ არ დატოვა შთამომავლობა იმ გენებამ ჩვენამდე არ მოაღწიეს. მაგრამ ის გენები რომლებიც დღეს ჩვენში ცოცხლობენ და ფუნქციონირებენ, ისინი არიან სწორედ ამ ჩვენ წინაპრების გენების ზუსტი ასლი. ხო, ეს ძალიან საინტერესოა, მაგრამ აი მაშინ მე მაინტერესებს ესეთი რამ, რამდენად არის გამართლებული ასეთი ახლა მიღებულია ჩვენთან ძალიან ხშირად გაიგონ გაზეთებშიც წერენ ამის შესახებ და ასეთ ლიტერატურაში. წერენ რომ აი რაღაცა ქართული გენის შესახებ არსებობს თუ არა ასეთი გენი. დაუშვათ ფრანგული გენი და ქართული განსხვავდებით თუ არა რაღაცა. ესე იგი ტერმინი ქართული გენი ეს უფრო გამოიყენება ესე პოპულარულ ლიტერატურაში, პრესაში. სპეციალისტები ასეთ ტერმინს არ ხმარობენ, იმიტომ რომ არ არსებობს გენი, რომელიც აქვს მხოლოდ ქართულს, არ არსებობს ფრანგული გენი, რომელიც მხოლოდ ფრანგებს აქვს, გერმანელებს. აქ შეიძლება საუბარი მხოლოდ გენების კომბინაციაზე და კომპლექსზე, რომელიც ჩამოყალიბდა ქართველების შემთხვევაში ქართული ერის ისტორიის განმავლობაში და რომელიც მოიცავს და სხვათა შორის რომელშიც შეიძლება ესეც ვთქვათ ჩაწერილია ქართული ერის ისტორია გენეტიკურ დონეზე. ისტორია სწორედ ვინ მოვიდა, ვინ წავიდა. რა თქმა უნდა. ასე კი ხდებოდა. მომავალში ალბათ შესაძლოა თუ გაგრძელდა ასეთი კვლევა, ამის გამოკვლევა გაცილებით უფრო მეტი სიზუსტით ვიდრე დაუშვათ აქამდე ისტორიკოსები აკეთებდნენ ამას. მე უფრო დავაზუსტებდი ამას, გაცილებით უფრო მეტი სიზუსტით შეიძლება არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვექნება და რომელიც ჩვენ გვაქვს, არის ძალიან კარგი და საკმაოდ მძლავრი დამატება იმ ინფორმაციასთან, რომელიც ისტორიკოსებს გააჩნიათ. ჩვენ არა გვაქვს არავითარი პრეტენზია ისტორიკოსების საქმე ვაკეთოთ. უბრალოდ ხდება სხვა ტიპის ინფორმაციით შევსება ამ საერთო სურათს. აი ის რომ არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ის ძვლები და ათარიღეს ის და მე შენ ისინი წაიღე და ის ძვლები და ახლა იკვლევა ამას, ეს უკვე მეტყველებს იმაზე რომ თქვენ საერთო სამუშაო გაქვთ ერთად მუშაობთ. და ჩვენ შეგვიძლია ისეთ პასუხებს გავცეთ, ისეთ კითხვებს გავცეთ პასუხი, რომელიც არქეოლოგებსაც აინტერესებთ, მაგრამ მათი სპეციფიკიდან გამომდინარე მათ არ შეუძლიათ ამაზე პასუხი გაცემა. ისინი სწავლობენ, დაუშვათ მატერიალურ კულტურას. მაგრამ ვინ იყო ის ხალხი, ვინც ამ მატერიალური კულტურის მატარებელი იყო, ამაზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია და ეს ყველაფერი ხდება ირიბად. სწორედ ჩვენ შეგვიძლია გენეტიკური მეთოდების გამოყენებით, სწორედ აი ამგვარ კითხვებზე გაეცეს პასუხი უბრალოდ. ამიტომ ძალიან ისეთი ძალიან კარგი სიმბიოზია არქეოლოგ ისტორიკოსებსა და გენეტიკოსებს შორის. ეს ნიშნავს იმას, რომ ახლანდელი ანთროპოლოგია აქტიურად იყენებს აი გენეტიკას, გენეტიკურ მეთოდებს და ამდენად როგორც თავიდანვე ითვლებოდა ფილოსოფიაში მიმდინარე ყველანი ისე ერთიანდება ყველა მეცნიერი. აქვე ალბათ ფიზიკოსების ისიც გჭირდება დაუშვათ რადიაციული მეთოდები რომ დაადგინოთ თარიღები და ასე. ესე იგი თავიდან კლასიკური ანთროპოლოგია რომელიც ჩამოყალიბდა მე-19 საუკუნის დასაწყისში, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად განსხვავებული იყო და ეს კლასიკური ანთროპოლოგია დაახლოებით მე-20 საუკუნის 60-იან, 70-იან წლებამდე მოახდინა კლასიკურმა ანთროპოლოგიამ. შემდეგ მოხდა გენეტიკისა და ანთროპოლოგიის სინთეზი, რამაც აფეთქების მსგავსი ეფექტი გამოიწვია, ვინაიდან ის უზარმაზარი ინფორმაცია, რომელიც იყო დაგროვებული ანთროპოლოგიაში ერთის მხრივ და გენეტიკაში მეორეს მხრივ, გაერთიანდა და თვისობრივად ახალი, ასე ვთქვათ, ინფორმაციის მიღების საშუალება მოგვეცა ჩვენ შემთხვევაში.
თუნდაც მაგალითს მოგიყვანთ, მე მგონი ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლებისთვის ნეანდერტალელის შემთხვევას. მე-19 საუკუნის შუაში 1856 წელს აღმოაჩინეს ნეანდერის ხეობაში პირველი ნეანდერტალელის ძვლები და ანთროპოლოგები თითქმის უკვე საუკუნე ნახევარი სწავლობდნენ, რა თქმა უნდა, შემდეგ სხვა ნეანდერტალელებიც აღმოაჩინეს, მაგრამ სწავლობდნენ ნეანდერტალელებს და ფიქრობდნენ, რომ ნეანდერტალელი იყო ადამიანის უშუალო წინაპარი. მით უმეტეს, რომ ნეანდერტალელი ცხოვრობდა ადამიანთან ერთად ევროპის კონტინენტზე რამოდენიმე 10,000 წლის განმავლობაში და გადაშენდა 30-28,000 წლის წინ. სულ რამოდენიმე წლის წინ მოხერხდა ისევ და ისევ ჩვენი გენეტიკური მეთოდების გამოყენებით ამ პირველი ნეანდერტალელის ძვლიდან დნმ-ის, ანუ იმ მოლეკულის გამოყოფა, სადაც ეს მემკვიდრული ინფორმაცია არის ჩაწერილი და შედარება ადამიანის მსგავს, ასე ვთქვათ, გენებთან. აღმოჩნდა, რომ ნეანდერტალელსა და ადამიანს შორის, ასე ვთქვათ, გენების გაცვლა საერთოდ არ იყო. ჩვენი წინაპარი არ არის. ჩვენი წინაპარი არ არის და ამან საოცარი აჟიოტაჟი გამოიწვია მთელ მსოფლიოში. და დათარიღდა, უფრო მეცაც გეტყვით, დათარიღდა გენეტიკური მეთოდების საფუძველზე, თუ როდის მოხდა როდის ყავდა ნეანდერტალელსა და თანამედროვე ადამიანს საერთო წინაპარი. და ეს თარიღდება დაახლოებით 6 ყავდა წინაპრები. საერთო წინაპარი ყავდა. ეს საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა როგორც ორი პარალელური შტო, რომელთა შორის, ასე ვთქვათ, მაგრამ ჩვენ უკვე ნეანდერტალელთან კავშირება მხოლოდ ჩვენი მათი პაპის საშუალებით. თუ გნებავთ, ესეც უწოდოთ, თუმცა ამ პაპის ასაკი არის დაახლოებით 700,000 წელი. ასე ვთქვათ. ამიტომ ეს საკმაოდ საინტერესო ძალიან საინტერესო სფერო არის. აი, კიდევ ერთი ასეთი ამასწინათ დავიკითხე სტატია, რომელშიც ეწერა, რომ გენეტიკური მეთოდებით, აი, შენი სპეციალობის ხალხმა აღმოაჩინა, რომ ყავს საერთო დედა, ასე ვთქვათ, ევა. ხო და ამის შესახებ თუ შეიძლება პირველ რიგში მაინც ვიტყვი, რომ მაქვს ბედნიერება ვიმუშაო იმ ლაბორატორიაში, იმ ხელმძღვანელით, სწორედ ამ, ასე ვთქვათ, ევას აღმომჩენია. თუმცა ის გერმანელი არ არის. ის არის ამერიკელი, პროფესორი მარკს ლონგინგია. თუმცა ტერმინი ევა და თვითონაც აღიარებს ეს კაცი, რომ მეტაფორული არის და საკმაოდ ცუდად არ შერჩეული, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ადამიანის ცნობიერებაში ევა ასოცირდება რაღაც უფრო სხვა მოვლენებთან და სხვა პიროვნებასთან. ამ შემთხვევაში ევაზე საუბარი იმიტომ არის, რომ ასე იგი ეს ევა არ იყო ერთი ადამიანი, არამედ აქ ლაპარაკი არის იმ წინაპრებზე, იმ წინაპართა პოპულაციაზე, საიდანაც შესაძლოა ჩამოყალიბდეს. რამდენი იყვნენ ისინი დაახლოებით? ესეც შეფასებული არის, ასე ვთქვათ, გენეტიკური ინფორმაციის გამოყენებით, იყო საკმაოდ მცირე, დაახლოებით 10,000 კაცი. დაახლოებით. ეს ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ არის რეკონსტრუქცია. ამ პროცესების რეკონსტრუქცია, რომელიც ცნობილებად უზარმაზარია, როდესაც ლაპარაკობ 10,000-ზე, ეს არ ნიშნავს, რომ 10,000 იყო ან 9,000 დავუშვათ. არამედ საკმაოდ მცირერიცხოვანი პოპულაციამ დაუდო სათავე კაცობრიობას. და მათ სულ ყველას ერთნაირი გენები ჰქონდათ თუ რა? მათ ერთნაირი გენები არ ქონიათ, იმიტომ რომ ამ პოპულაციამდე კიდევ საკმაოდ დიდი ისტორია აქვს ჰომო საპიენსის ჩამოყალიბებას, ანუ ჰომო საპიენსის ანატომიურად. იზიარებ თქვენ ჩარლზ დარვინის თეორიას, რომელიც საიდან ჰომო საპიენსი იყო, საიდან? რა თქმა უნდა, მაგრამ თუმცა ჩარლზ დარვინის თეორია დღევანდელი სახით ცოტა სახეცვლილია, ისევ და ისევ გენეტიკის წყალობით, ვინაიდან გენეტიკის განვითარებასთან ერთად მოხდა მისი სრულყოფა და დახვეწა. ასე რომ ჩარლზ დარვინის თეორიას ვიზიარებ. მაგრამ მის ძირითად იდეას, ევოლუციის იდეას, რა თქმა უნდა. ხო, ეხლა დაუბრუნდეთ ისევ ევას. კი ბატონო. ესე იგი, დაუბრუნდეთ ევას. თვითონ ევა ტერმინი ისევ და ისევ ვიმეორებ არის საკმაოდ მეტაფორული და ნიშნავს უბრალოდ იმ მცირერიცხოვან პოპულაციას, რომელმაც სათავე დაუდო ანატომიურად თანამედროვე ადამიანს, ანუ ჰომო საპიენს. ადგილიც არის, ესე ვთქვათ, ადგილი უბრალოდ კონტინენტის დონეზე, რა თქმა უნდა, მითითებული, ეს გახლავთ აფრიკა. სწორედ აფრიკაში ხვდებით ყველაზე დიდ გენეტიკურ მრავალფეროვნებას,
ყველაზე ესე ვთქვათ, რაც უფრო მრავალფეროვანია გენეტიკურად პოპულაცია, მით უფრო ძველია. ვინაიდან ორი სიტყვა მოგახსენებთ, რომ დღევანდელი გენეტიკური მრავალფეროვნება არ ჩამოყალიბდა გუშინ და გუშინწინ. ეს ამ მრავალფეროვნების დაგროვება ხდებოდა თაობათა განმავლობაში. და რაც უფრო მრავალფეროვანია პოპულაცია, მით უფრო ხანგრძლივი არსებობის დრო აქვს მას. და სწორედ ერთ-ერთი კრიტერიუმი იმისა, რომ მითითებულიყო აფრიკა და არა სხვა ადგილი, სწორედ ეს გახლავთ. და ეს ერთ სიტყვით ესეც ასე ვთქვათ ფაქტიურად ჰიპოთეზის დონეზე. რა თქმა უნდა, ეს არის ისევ და ისევ ჰიპოთეზა. ეს არ არის ასე ვთქვათ ჭეშმარიტება ბოლო ინსტანციაში, ეს როგორც ყველაფერი მეცნიერებაში. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი შემდგომი ნაბიჯი ასე ვთქვათ მეცნიერების განვითარებისა. ხო, აი ძალიან მაინტერესებს კიდევ ერთი რამ. რამდენადაც ვიცი, კვლევა მიმდინარეობს, არ ვიცი იპოვეს თუ არა, ადამსაც ეძებენ ასეთნაირად, ხო, გენეტიკურად და თუ იპოვიან, მაშინ ასეთი, არსებობს, ასე ვთქვათ, ორი ადამიანი. ამავე დროს მე და თქვენ სხვადასხვა ფერის თვალები გვაქვს, ხო? მე მაქვს მუქი, თქვენ შავი, ვიცი რომ დომინანტური არის მაინდა-მაინც შავი და თუ ჩვენ ერთი და იგივე წინაპარი გვყავდა, წინაპრები, რატომ აგვაქვს განსხვავებული თვალები? თუ ძალიან სულიერი კითხვა არის. არა, რატომ საკმაოდ საინტერესო კითხვა არის. ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ დავუშვათ იგივე თვალების სფერი, ისე როგორც კანის სფერი, დავუშვათ ის ნიშნები, რითაც ჩვენ ვანსხვავებთ ერთმანეთს, არ განისაზღვრება ერთი ცალკეული გენით, არამედ ეს არის გენების კომპლექსის ურთიერთქმედების შედეგი. და თაობიდან თაობაში მემკვიდრული ინფორმაციის გადაცემასთან ერთად ხდება ამ მრავალი გენის კომბინაციის ცვალებადობა, რის შედეგადაც ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ფერის თვალები. ერთის მხრივ. მეორე მხრივ, ეს გარეგანი ნიშნები, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ისო თვალების სფერი იქნება, კანის სფერი. ეს ყველაფერი არის ადაპტაციური გარემოსთან შეგუების, ასე იგი, ადაპტაციური ნიშან-თვისებები. ესე იგი გარემოზე არის დამოკიდებული. მეტწილად არის გარემოზე დამოკიდებული. ეს მხოლოდ და მხოლოდ კანის სფერის მაგალითად ზანგი შეიძლება პირობებში შეეცვალოს, რამდენიმე საუკუნის მერე თეთრი გახდეს. მე თქვენ გეტყვით ესეთ საინტერესო აღმოჩენა გაკეთდა სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც გაანალიზეს რასობრივი ნიშან-თვისებების გამოყენებით, რომელიც დღეს არსებობს, ადამიანის ძვლები, რომ დაახლოებით 15-20,000 წლის ადამიანის ძვლები. და აღმოჩნდა, რომ ის რასობრივი ნიშან-თვისებები, რომელიც დღეს, ასე ვთქვათ, გამოიყენება, იმ პერიოდში არ არსებობდა. საერთოდ. ეს მოიცეთ რას ნიშნავს, რომ სუყალანი ერთი ფერისანი იყვნენ? სუყალანი ერთი ფერისანი არ იყვნენ. რა ფერისანი იყვნენ, ამას მე თქვენ ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს აქ ლაპარაკიან მხოლოდ და მხოლოდ ძვლის ნაშთებზე ამ შემთხვევაში. ადამიანის განსახლებასთან ერთად ადამიანი ხდებოდა განსხვავებული და სულ სხვადასხვა გარემო პირობებში. თაობათა განმავლობაში ხდებოდა გარკვეული შეგუებითი ადაპტაციური ნიშან-თვისებების კომპლექსის ჩამოყალიბება, რითაც ეს ხალხი იყო მაქსიმალურად შეგუებული იმ გარემოსთან, რომელსაც ისე იგი რასები განაპირობა გეოგრაფიამ. რასები ფაქტიურად განაპირობა გარემომ და გეოგრაფიამ. მეცაც გეტყვით, ამ აი სულ 2 წლის წინ გამოქვეყნდა ერთ-ერთ ცენტრალურ ჟურნალში, ჩვენს სფეროში, სტატია, სადაც ესე ვთქვათ, იყო გაანალიზებული, გენეტიკურად გაანალიზებული სხვადასხვა რასის წარმომადგენლები, საკმაოდ ესეთი დიდი მასალის საფუძველზე. აღმოჩნდა, რომ რასების, ეგრეთ წოდებული რასების შიგნით ადამიანები გენეტიკურად გაცილებით უფრო განსხვავდებიან, ვიდრე რასებს შორის. აი თუ ავიღებთ ორ სიტყვაზე, ესე ვთქვათ, ორ ევროპეიდელს, ანუ უბრალოდ კავკაზოიდს, და ამაზეც სხვა შორის საინტერესო არის. ისინი უფრო განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ვიდრე თუ ავიღებთ ერთ დავუშვათ თეთრკანიანს და შავკანიანს. ასე რომ რასობრივი თეორია, რასებზე საუბარი გენეტიკურ დონეზე და გენები საერთოდ ეს არის საფუძველი მემკვიდრული ინფორმაციისა. აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, საფუძველს მოკლებულია აბსოლუტურად. ისე იგი რასებად დაყოფა, რამდენადაც ვიცი, მაინც გარეგანი ნიშნებით არის. აბსოლუტურად ეს ყველაფერი ხდება. კანის სფერი, სახის მოყვანილობა დაუშვათ და თვალების ჭრილი და ასე შემდეგ. და ისიც აი რამდენად დიდი ისა აქ, რა ქვია, ბალანი ტანზე. ეგეც არის. რამდენადაც ვიცი, ესეთ ევროპელებში, ევროპულ რასაში ეს აი ეს ბოლო ნიშანი
განსაკუთრებით არის გამოხატული. სხვა შორის ევროპულ რასასთან დაკავშირებით ტერმინი ევროპეიდული რასა არის წმინდა რუსული ტერმინოლოგია. თუ მაინც ესე ვთქვათ ამ ტერმინებს ვიხმართ. მთელ მსოფლიოში ლიტერატურაში გამოიყენება კავკასოიდური რასა. მე რამდენადაც მახსოვს ვიღაცა ბლუმენბახი ყოფილა ესეთი მოიგონა. დიახ, ეს არის მე-18 საუკუნის ანთროპოლოგი, გერმანელი ანთროპოლოგი ბლუმენბახი, რომელიც მოგზაურობდა, ესე იგი ევროპიდან წამოვიდა, მოგზაურობდა მცირე აზიაში და ესტუმრა კავკასიასაც და მას აქვს ახლა ზუსტი ციტირება არ შემიძლია, მაგრამ ძალიან ესეთი ჩვენთვის სასიამოვნო და ლამაზი სიტყვები, ნათქვამი და მანვე შემოიტანა ეს კავკასოიდური რასა მიზეზი რატომაც მან შემოიტანა ეს ის არის რომ კავკასიაში ამ რეგიონში ცხოვრობს ულამაზესი ხალხი და განსაკუთრებით გამოირჩევიან თავის სილამაზით ქართველები და მე თავის ესე ვთქვათ მონოგრაფიაში ქალები მოეწონა ეს ქალები რა თქმა უნდა და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა რომ მან შემოიტანა ეს ტერმინი თუმცა მეცნიერის წმინდა ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციულად ჩამოყალიბებული ტერმინია თუმცა რა თქმა უნდა ესე ვთქვათ არავითარი მეცნიერული საფუძველი მას არ გააჩნია მეორე მხრივ რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნოა რა თქმა უნდა ნუ შეიძლება კი იმიტომაც ქონდა ის რომ ნუ პრინციპში ქართველები რაღაცა საშუალო რამდენადაც ვიცი ამ კავკასიური მასში შედიოდნენ ყოველ შემთხვევაში ბლუმენბახის განმარტებით შედიოდა დასავლეთი აზიაც ევროპელების გარდა და ჩრდილოეთ აფრიკაც და ჩვენ სწორედ ყველაზე საშუალოები ვართ მათში და ალბათ იმიტომაც ესე იგი თუ რა თქმა უნდა იგივე ბლუმენბახის მიხედვით თუ ავიღებთ დაუშვათ იგივე წინა აზიელს ინდოელს დაუშვათ ნორვეგიელს ერთი მეორეს მხრივ მესამეს მხრივ დაუშვათ ესპანელს და ბოლოს დაუშვათ იგი კავკასიელი წარმოადგენს რაღაც გასაშუალებულს ესე ვთქვათ გასაშუალებულ ევროპელს თან ლამაზ ხო თანაც ლამაზ ეს მე მგონი ძალიან კარგი იქნეს რომ ამდენად ევროპის საბჭოში რომ გვიღებენ რა მაგრამ მგონია რომ ეს იყო ესე ვთქვათ ევროპის საბჭოში ჩვენი გაწევრიანების ძირითადი მიზეზი მაგრამ ალბათ კულუარებში ამაზეც იყო საუბარი რა თქმა უნდა კარგით მაშინ დაუბრუნდეთ ისევ რასებს ესე იგი რასები გეოგრაფიულად იქნენ ჩამოყალიბებული ხო ეხლა თუ მაგრამ ნუ გენეტიკურად როგორც გავიგე ჩვენი საუბრიდან გენეტიკურად ერების ჩამოყალიბება არ ხდება იქ უკვე სხვა რამ არის რა ისევ და ისევ ეს დაკავშირებულია ეგრეთ წოდებულ ქართულ გენთან დაუშვათ რა თქმა უნდა ერების ნებისმიერ ერს თავისი რომელსაც გააჩნია თავისი საკუთარი დაუშვათ ენა დაუშვათ ან თავისი საკუთარი ისტორია თავისი გარკვეული გენეტიკური შეიძლება ესე ვთქვათ კომპლექსიც აქვს რითაც განსხვავდება დაუშვათ მეზობლად მცხოვრები ერისაგან ან დაუშვათ გეოგრაფიულად დაშორებული ერისაგან სწორედ ერთ-ერთი ჩვენი კვლევის საგანი სწორედ ამ განსხვავებების დადგენა არის თუ ავიღებთ დაუშვათ ორ ერს რომელთა შორისაც იყო მთელ ისტორიის განმავლობაში ინტენსიური მიგრაცია როდესაც ხდებოდა გენების გაცვლა მათ შორის მაშინ ეს ორი ერი გენეტიკურად საკმაოდ ახლომდგომი იქნება იმ შემთხვევაში თუ გეოგრაფიულად მიუხედავთ იმისა რომ ეს ერები ძალიან ახლოს ცხოვრობდნენ ერთმანეთთან მაგრამ მათ შორის იყო რაღაც გარკვეული ბარიერი მაშინ ისინი გენეტიკურად დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო შორდებიან და ამ მხრივ კავკასია ძალიან საინტერესო ობიექტია კვლევის ჩვენს მიერ ჩემ კოლეგებთან ერთად ეს შესწავლილი იყო კავკასიაში და ამ ბარიერების როლი გენეტიკური მრავალფეროვნების ჩამოყალიბებაში კავკასიაში და ბარიერი შეიძლება იყოს არა მარტო გეოგრაფიული, არამედ კულტურული, ლინგვისტური, პოლიტიკური, კი ბატონო. თუმცა პოლიტიკური ბარიერი უფრო ხანმოკლე არის ისტორიის თვალსაზრისით, ვიდრე დაუშვათ გეოგრაფიული თუ ლინგვისტური, ან კულტურული, ან რელიგიური. და აღმოჩნდა ძალიან საინტერესო შედეგები მივიღეთ. აღმოჩნდა რომ გეოგრაფიულ ბარიერს, ну ჩვენ შემთხვევაში ეს არის კავკასიის ქედი, რომელიც საკმაოდ მძლავრ გეოგრაფიულ ბარიერად გვესახება და მოველოდით რომ მას უნდა ქონოდა ერთ-ერთი უნიშნულოვანესი როლი გენეტიკური თავისებურების ჩამოყალიბებაში. აღმოჩნდა რომ ეს გეოგრაფიული ბარიერი თამაშობდა მეორად როლს გენეტიკური თავისებურების ჩამოყალიბებაში, ბავშვები იგი ამიერკავკასიის ხალხებისა და ჩრდილოკავკასიის ხალხების. წამყვანი როლი, როგორც აღმოჩნდა და ეს ესეთი აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ჩვენთვის, წამყვანი როლი ჰქონდა ენას. ანუ
ორი პოპულაცია, რომელიც ლაპარაკობს ერთ ენაზე, გაცილებით უფრო ახლოს დგას ერთმანეთისაგან, თუნდაც გეოგრაფიულად დაშორებული ერთმანეთისაგან. ვიდრე გეოგრაფიულად მეზობლად მცხოვრები ორი პოპულაცია, რომლებიც სხვა ენაზე. ეს ძალიან საინტერესოა, სხვა შორის, იმიტომ რომ მსგავსი სიტუაცია არის აღმოჩენილი ნაპოვნი უბრალოდ დაკვირვების გზით ნაპოვნი, მხოლოდ ოკეანეში. მხოლოდ და მხოლოდ. აი, მე მაინტერესებს მაშინ ამასთან დაკავშირებით ლეკები რაღაც ერთ თითქოს ყოველ შემთხვევაში ჩემს წარმოადგენაში ისინი ერთს წარმოადგენენ, მაგრამ რამდენადაც ვიცი, იქ რაღაცა 40-მდე სენა არის, მეტია მგონი რაღაცა. და თქვენ საუბრობთ დაღესტნის ხალხებზე. დაღესტნის ხალხი, იმიტომ რომ ლეკები არიან დაღესტნის ერთ-ერთი ნაწილი. სხვა შორის, არა მარტო დაღესტანზე, არამედ მთლიანად კავკასიაზე რო გავარჩევთ, აი თქვენ მთლიანად კავკასიაზე. გენეტიკური თვალსაზრისით, თავისი მრავალფეროვნების დონით, ასე ვთქვათ, გენეტიკური მრავალფეროვნება, რომელიც ჩვენ კავკასიაში გვაქვს, მიუხედავად თავისი გეოგრაფიული არეალის სიმცირის მიუხედავად, საოცრად დიდი გენეტიკური მრავალფეროვნებაა კავკასიაში. ეს გენეტიკური მრავალფეროვნება, რომელიც ჩვენ აქ რეგიონში გვაქვს, გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე მთლიანად რო ავიღოთ ევროპა, უზარმაზარი კონტინენტი. და სულ მცირედ ჩამორჩება მსგავსი გენეტიკური მრავალფეროვნების მაჩვენებელს, თუ ავიღეთ ამ უზარმაზარ აზიას. მაშინ თუ გავიხსენებთ იმას, რაც წინათ თქვით, რომ ევა იყო იქიდან აფრიკიდან, იმიტომ რომ სწორედ გენეტიკური მრავალფეროვნება ჰქონდათ, ვინაიდან და თუ ეს გენეტიკისთვის პლუსია, ну იმ ხრივ რომ იქ არის წყარო, ასე ვთქვათ, წარმოშობისა, თუ კავკასიაც ასეთივე მრავალფეროვნებას წარმოადგენს, აქაც რაღაცა ეხება სიძველეს უბრალოდ პოპულაციის და აი ეხლა დავასრულეთ სწორედ ერთ-ერთი სტატია, სადაც სწორედ მსგავს გენეტიკურ მარკერებს სწავლობდით კავკასიაში მოლეკულურ დონეზე, რომლითაც დადგენილი იყო ევა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ სწავლობდით უკვე კავკასიაში. და დათარიღდა დაახლოებით როდის, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ მას აქვს საკმაოდ დიდი ცდომილების ფარგლები და საკმაოდ ისეთი ზუსტი დათარიღება არა შეუძლებელი ამ შემთხვევაში, მაგრამ გენეტიკური ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, უბრალოდ ჰიპოთეზის დონეზე, ასე ვთქვათ, ვისაუბროთ იმაზე, რომ კავკასიაში ადამიანი პირველად გამოჩნდა დაახლოებით 35,000 წლის წინ. და ეს ის დრო არის, როდესაც პირველად საერთოდ გამოჩნდა ადამიანი ევროპის კონტინენტზე. ანატომიურად თანამედროვე ადამიანზე მაქვს საუბარი. როდესაც და საერთოდ ის ევა, რომელიც მონახეს, ის რამდენი წლის არის? ის არის საკმაოდ მოხუცი, ასე ვთქვათ, ეს ევა არ მოუნახიეთ, ისე ვამბობ, ეს არის აქ ლაპარაკი, ისევ და ისევ ჰიპოთეტურ პოპულაციაზე, რომელიც სახლობდა აფრიკაში, რა ადგილას ამ ადგილას შეუძლებელია, ხო? არ უბრალოდ ის მაინტერესებს ასაკი, საკმაოდ ახალგაზრდა ეს შეიძლება ითქვას. დაახლოებით 150-200 წლის. ხო, ну что ბავშვი ყოფილა. საკმაოდ ახლა თუ შევადარებთ დაუშვათ სხვა ორგანიზმებს, დაუშვათ იგივე სხვა ესე ვთქვათ, ყველაზე ახლო მდგომ ჩვენაც უმაღლეს მაიმუნებს, ისინი გაცილებით უფრო ესე ვთქვათ ხანდაზმულები არიან. გასაგებია. ახლა აი მინდა დაუბრუნდეთ ისეთ საინტერესო თემას, როგორც არის მიგრაცია. და აი მიგრაციის თუ არსებობს უკვე რაღაცა მონაცემები მის შესახებ, როგორ ხდებოდა ეს მიგრაცია გენეტიკურად, როგორ ადგენთ ამას? სხვა შორის საკმაოდ ესეთ საინტერესო საკითხი არის ჩვენთვის, ვინაიდან ჩვენ ვცდილობთ ისე და ისე სპეციალური მეთოდების გამოყენებით გენეტიკური ინფორმაციის დღევანდელ მოსახლეობაში არსებული გენეტიკური ინფორმაციის შეგროვების საფუძველზე შესაძლებელი არის უძველესი მიგრაციების გენეტიკური კვალის დადგენა. მე ერთხელ ვთქვი უკვე, რომ დღევანდელი გენეტიკური მრავალფეროვნება გუშინ წინ არ ჩამოყალიბებულა, არამედ ეს არის შედეგი ამ ხალხების, პოპულაციების განვითარების შედეგი არის. და ამ მრავალფეროვნების, ამ გენეტიკური მრავალფეროვნება შეიცავს აი უძველესი მიგრაციების, მაგალითად მიგრაციების გენეტიკურ კვალს. ესე დადგინდა გენეტიკური კვალი, დაუშვათ ნეოლითური მიწათმოქმედთა განსახლებისა ევროპის კონტინენტზე მაგალითად.
იმას როგორ ადგენთ დაუშვათ ვინ ადრე არის მოსული, ვინ გვიან თუ ეს უკვე ისტორიიდან იქნება? პირველ რიგში ვიღებთ ისტორიიდან, მაგრამ ჩვენც გვაქვს საშუალება რომ გარკვეულწილად დავათარიღოთ. შემდეგ ხდება უკვე ამ ორი თარიღის ერთმანეთთან შეჯერება. ეს გენეტიკის საშუალება. მე ისევ ვსაუბრობ მხოლოდ გენეტიკაზე ამ შემთხვევაში. ესე იგი თქვენ შეგიძლიათ რაღაც მეთოდები გამოიყენოთ, რომელთაც შეგიძლიათ დაადგინოთ ვინ უფრო ადრე არსებობდა, შემდეგ ვინ მოყვებოდა და რა თქმა უნდა, დიახ. მე ხარ უბრალოდ რისი დამატება მინდოდა რომ ეს ყველაფერი ისევ და ისევ არის რეკონსტრუქცია. რა თქმა უნდა, რაღაც გარკვეულ ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მაგრამ რეკონსტრუქცია და რეკონსტრუქცია როგორც წესი, ესე იგი აბსოლუტური სიზუსტით არ გამოირჩევა. აქ არის ეს არის ჩვეულებრივი ნორმალური მეცნიერული მიდგომა, როდესაც ხდება, ასე ვთქვათ, ჭეშმარიტებისგან ნაბიჯ მიახლოება. თუმცა მას ჩვენ ვერასოდეს ვერ მივახცევთ. აი იმისათვის რომ ეხლა კარგად წარმოვიდგინოთ, რას წარმოადგენს საერთოდ აი გენეტიკა და როგორ დადგინდა დაუშვათ ევა და რატომ მაინც და მაინც ევა, ესე იგი რაღაცა და რატომ საიდან იცით რომ მაინც და მაინც ქალი არის? ეხლა არ მინდა რა თქმა უნდა არა სიღრმეებში ნუში ვიჭრე. გენეტიკის ლექსის საკითხი რა თქმა უნდა ეს მაგაზე არ არის საუბარი. ეს რატომ ევა და არ ადამი ან დაუშვათ ვიღაც სხვა დაუშვათ. იმიტომ რომ ეს ფაქტი, უბრალოდ ეს ჰიპოთეზა ჩამოყალიბდა იმ გენეტიკური მასალის ანალიზზე, რომელიც გადაეცემა მხოლოდ დედიდან შვილს. არსებობს ისეთი გენები, რომლებიც გადაეცემა მხოლოდ და მხოლოდ ქალის ხაზით გადადის თაობიდან თაობაში. და ასეთი გენი რა არის მაგალითად? რაზე არის პასუხისგებელი? ესეთი უბრალოდ ჩვენ ორგანიზმი, ჩვენ უჯრედში არის, ჩვენ გვჭირდება ენერგია სიცოცხლისათვის, მოძრაობისათვის, ამისთვის და ლაპარაკისთვის, სუნთქვისთვის და ასე შემდეგ. და ამ ენერგიის გამომუშავებაზე პასუხისმგებელი არის უჯრედის ერთი მცირე ნაწილი, რომელსაც მიტოქონდრია ქვია და ეს მიტოქონდრია შეიცავს საკუთარ დნმ-ს, ანუ მოლეკულას, რომელშიც ჩაწერილი არის მემკვიდრული ინფორმაცია. ეს არის მთლიანი ადამიანში არსებული მთლიანი გენეტიკური, ანუ მემკვიდრული ინფორმაციის ძალიან მცირე ნაწილი, 1%-ზე ნაკლები. მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი ის გადაამუშავებს, არა, მასზე ადამიანს გადამუშავდეს რაღაც დაუშვათ ზიდან ან საჭმელიდან მიღებული ენერგია, ჩემთვის საჭირო, ჩემს ენერგია. დიახ. და სწორედ აი ეს, ასე ვთქვათ, უჯრედის ეს ნაწილი შეიცავს ამ რაც გარკვეულ მემკვიდრულ ინფორმაციას, რომელსაც ეწოდება მიტოქონდრიული დნმ. სწორედ ეს მიტოქონდრიული დნმ გადაეცემა დედიდან შვილზე. მხოლოდ ქალის ხაზით გადადის თაობიდან თაობაზე და ჩვენც აგვაქვს, მაგრამ ჩვენ არ გადავწყვეტთ. რა თქმა უნდა, დიახ. და ესე იგი რა ხდება ამ შემთხვევაში რა მოხდა უпростоრად რომ ამ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე მოხდა რეკონსტრუქცია იმ გენეტიკური ინფორმაციისა, რომელიც არსებობდა იმ ჰიპოთეტურ პოპულაციაში, რომელიც ცხოვრობდა აფრიკაში დაახლოებით 150-200 წლის წინ. და აღმოჩნდა, რომ ყველა დღესდღეობით არსებული ყველა ტიპი ამ დნმ-ისა, რომელიც ამ მიტოქონდრიაშია, წარმოდგენილი არის აფრიკაში. აფრიკაში არსებული დნმ-ის ტიპების მხოლოდ ნაწილი არის წარმოდგენილი დანარჩენ მსოფლიოში. ესე იგი ფაქტობრივად მსოფლიო წარმოადგენს ამ მიტოქონდრიული დნმ-ის საფუძველზე მხოლოდ აფრიკული მიტოქონდრიული დნმ-ის ტიპების რაღაც გარკვეულ ქვესიმრავლეს. ეს იყო ერთ-ერთი ესე ვთქვათ არგუმენტი, ესეთი არგუმენტი, რატომ არის გასაგებია და მაშინ კაცებს რა ისეთი გენი აქვს, რომელიც გადაეცემა. ესე ვთქვათ, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი. თუ საერთოდ არაფრით არ ვარგია. როგორ გიკადრებოთ, არავით ესე ვთქვათ, მაგას მე ვერ ვიტყვი. ჩვენ გაგვაჩნია ეგრეთ წოდებული Y ქრომოსომა, ეს არის უკვე სხვა სქესის გამსაზღვრელი ქრომოსომა, რომელიც საკმაოდ ღარიბი არის გენებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის გენები, რომლებიც ამ ქრომოსომაზეა განლაგებული, მეტად მნიშვნელოვანია. ესე იგი, როცა ეჩხუბებიან ისინი ქმრები, ცოლებს, რომ რატო გააჩინე კიდე ქმრის ბრალია. პირველ და უკანასკნელ რიგში ქმრის ბრალია ამ შემთხვევაში. ასე რომ ცოლი ამ შემთხვევაში მეუღლე არავითარ შუაში არ არის. ეს აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია, რა თქმა უნდა. გასაგებია, მაგრამ მაინც ესე იგი მე ვამაყობ იმით, რომ კაცი ვარ, იმიტომ რომ ჩვენ ის ვარ ყოფილიყო, მაშინ ისინი ვერ გაარჩევდნენ ქალია თუ კაცია და მაშინ იმაზეც ის რასაც ატარებენ ქალები, იმათაც რა თქმა უნდა.
თუმცა ქალის როლიც უნებრივია სარწელება რომ შეამციროთ ხაზზე ლაპარაკი ახლა შემთხვევაში. ძალიან საინტერესო საუბარი იყო. ჩვენი დრო იწურება და აი როდესაც ჩამოვძანდები კიდევ მე იმედი მაქვს რომ კიდევ თანხმობას განაცხადებ და თუ კიდევ იქენიში მე აუცილებლად შევეცდები რომ კიდევ ასეთ საინტერესო საუბარი გავაგზავნოთ ჩვენ. ძალიან დიდი მადლობა ამ სტუდიაში მოწვევისათვის, ესეთ საინტერესო საუბრისათვის და მე ერთი რაღაცა დამატება მინდოდა უბრალოდ თვითონ ის სფერო, ის მეცნიერების ის მიმართულება, რომელშიც მე ვმუშაობ, არის ძალიან ახალგაზრდა. ну максимум 15-20 წლის ესე ვთქვათ თავისი ასაკით და მით უმეტეს თან ის კავკასიის რეგიონის შესწავლა დაიწყო არც ისე დიდი ხნის წინ. ასე რომ წინ ყოველ შემთხვევაში გეგმების სახით მაინც ძალიან ბევრს მოველით და ალბათ თუ თქვენ გეკნებათ ამის სურვილი რომ მე მოვიდე აქ და მე ძალიან დიდი სურვილი მექნება, ალბათ უფრო მეც საინტერესოს მოგიყვებით. ძალიან საინტერესო. დიდი მადლობა. დღეს სტუდიაში ყავდა ვანო ნასიძე, ივანე ნასიძე ბოდიში, გერმანიაში მომუშავე ანთროპოლოგი და გენეტიკოსი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გამარჯობათ, დღეს ისევ მეცხრე არხზე ვართ, ვაგრძელებთ საუბრებს სტუდიაში. დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო სტუმარი, ეს არის ლადო გურგენიძე, რომელიც ხელმძღვანელობს ერთ-ერთ დეპარტამენტს, დირექტორი არის იმ დეპარტამენტის დიდ ჰოლანდ ბანკში. ერთ-ერთ საუკეთესო ბანკში, რამდენადაც მე ვიცი მსოფლიოში. და მას აბარია ინვესტიციები, აღმოსავლეთ ევროპის ინვესტიციები, რომელშიც შევდივართ ჩვენც ქართველები. და ახლა გასაგებია რომ ერთი მხრივ ძალიან სასიამოვნო ახალგაზრდები მიდიან და ძალიან კარგ პოზიციებს იკავებიან და დიდი მიღწევები აქვთ, ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ერთი მხრივ და მეორე მხრივ აი მათი გამოყენება გვინდა და დღეს სწორედ აი ამას შევეცდები რომ გავაკეთო, რომ გავიგო ჩვენი ეკონომიკის არც თუ სახარბიელო მდგომარეობის შესახებ, რატომ არის რა მიზეზები აქვს ამას და ასე შემდეგ. და პირველი კითხვა რომელიც მინდა მიცემ ბატონ ლადოს, ეს არის ის რამდენად აი რას ნიშნავს ჯერ ერთი ინვესტიცია, თქვენ ინვესტიციების ასე ვთქვათ დირექტორი ხართ, ხო? და აი რას ნიშნავს სიტყვა ინვესტიცია, ჯერ აქედან დავიწყოთ. საკმაოდ მოულოდნელი დასაწყისია. სიტყვა ინვესტიცია ნიშნავს ფაქტიურად შემდეგს, იგი მე ვდებ რაღაც აქტივში ან რაღაც შეიძლება იყოს საწარმო, შეიძლება იყოს ობლიგაცია, ასე შემდეგ, გარკვეულ თანხას იმის გათვალისწინებით, რომ მე ამ ჩემმა ჩადებულმა თანხამ უნდა მომწეს მოგება გარკვეულ უგება, ეს იქნება რაღაც მოკლე